მოგესალმებით, მე ნინო მაღედანი ვარ და ეს არის ჩემი პოდკასტი 15 წუთი თავისუფლებისკენ, ეპიზოდი 7. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს, ძალიან ბევრი ადამიანი სოციალური ქსელებიდან თვალსადევნებით, თამთას პიროვნულს დას, მის წარმატებებს, მის ტრანსფორმაციას და მოკლედ დღეს ჩვენი სტუმარია ბრენდინგის მენტორი თამთა ვაიდულაშვილი. მოგესალმებით თამთა. გამარჯობა ნინო, მადლობა რომ შენი სტუმარი ვარ და შენი პოდკასტის სტუმარი ვარ დღეს. ძალიან საინტერესო არის მაყურებლებისთვის ყოველთვის ადამიანის ტრანსფორმაცია თამთა და მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი გოგოსთვის, ქალისთვის მამოტივირებელი იქნება შენი ტრანსფორმაციის გზა, შენი ტრანსფორმაციის ისტორია. შევთქვათ ხომ არ გაიხსენებდი ჩვენ სად გავიცანით ერთმანეთს? ჩვენ ერთმანეთი გავიცანით კლუბში. ეს იყო კარიერული კლუბი, სადაც ერთმანეთი გავიცანით. ნინო კოუჩინგური კუთხით ატარებდა შეხვედრებს და მე როგორც მაშინ მარკეტერი, ასეთ კუთხით ვატარებდი იქ ტრენინგებს, გაყიდვების მენტორი უფრო სწორად. და ძალიან საინტერესო იყო ის, რომ მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები წამოვიღე იმ შეხვედრებიდან მეც, არა როგორც ერთ-ერთმა მენტორმა, არამედ როგორც მონაწილემ და ეს იყო დასაწყისი იმის, რომ მე გავიზარდე არა მხოლოდ პიროვნულად, არამედ ფინანსურადაც. და რა ვიცი, თუ მინდა მოვყვები ახლა ამ ამბავსაც. კიდე ისი რა მაინტერესებს გაგვიზიარო, რამდენი მნიშვნელოვანია შენი აზრი ხა წარმოგიდგენთ ხა მეც კარიერულ კლუბში შემოვედი, შენ შემოხვედი კარიერულ კლუბში. დღეს ადამიანები სანამ გადაწყვეტავენ ხოლმე საერთოდ მივიდნენ თუ არა სადმე აი ასეთ ადგილებში, ძალიან ბევრს ფიქრობენ ხოლმე. გაგვიზიარე რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს ზოგადად. კიდე პიროვნულის დის შეკრებებზე, კიდე კარიერულ კლუბში რაც იყო, რაც ხდებოდა. რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს? უმნიშვნელოვანესია და რატომ არის უმნიშვნელოვანესი? კარიერული დის კლუბში არ შემოვა ისეთი ადამიანი, ვინც განვითარებაზე არ არის ორიენტირებული. და ჩვენ თუ გვინდა რომ ისეთ გარემოცვაში ვიყოთ, სადაც განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანთან გვექნება ურთიერთობა, ეს ხდება ზუსტად მასეთ ადგილებზე, სადაც კარიერული განვითარება, სადაც პიროვნული ზრდა, სადაც გაყიდვებზეა საუბარი, სადაც ფინანსებზეა საუბარი, იმიტომ რომ სხვანაირად რეალურად ხარ იმ გარემოცვაში, რაშიც ხარ და გაზრდის ნაცვლად იცით როგორი რაღაც ხდება, რომ აი ეს ადამიანები, მეგობრები, რომლებსაც საერთოდ ინტერესები საერთოდ არ გაქვთ, საერთოდ სასაუბრო თემები არ გაქვთ და თან გენანებათ და არ გეთმობათ ასეთი ურთიერთობები, რას გვანან პატარა ლეკვებს საყვარლები რო არიან, ძალიან რომ გვიყვარს, მაგრამ შარლის ტოტზე რო გვეკაჩებიან და წინ წასვლის უფლებას არ გვაძლევენ და ჩვენ თუ გვინდა რომ განვითარდეთ და წინ წავიდეთ, აუცილებლად უნდა მოხვდეთ ისეთ ადამიანებში, ვინც ამაზე არის ორიენტირებული. ყოველწლიურად ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ გავზარდო ასეთი გარემოცვა და მე ვეძებ ასეთ კლუბებს და ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას გავს ასე ვთქვათ შეკრებებში, შეხვედრებში, ვორქშოპებში და ასე შემდეგ. თუ იმრჩევას გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ საშუალო არითმეტიკული ვართ იმ 5-10 ადამიანის, ვისაც ყველაზე ხშირად გვაქვს კომუნიკაცია, შესაბამისად ძალიან კარგია თუ ჩვენს გარემოცვაში შემოვიყვანთ ისეთ ადამიანებს, რომელთანაც ძალიან მსგავსი ინტერესები გვაქვს. ამ შემთხვევაში პიროვნული და კარიერა, ბრენდინგი და ახლა უკვე ბრენდინგი. ხო, ახლა უკვე ბრენდინგი, რადგან თამთა უკვე ბრენდინგის მენტორია და საკმაოდ წარმატებული და მოკლედ დავიწყოთ ახლა უკვე გზა ტრანსფორმაციის. ანუ როდის და როგორ მივხვდი რომ უნდა დავიწყო ტრანსფორმაცია და თუ შეგვიძლია რომ გაიხსენო ჩვენი სამუშაო პროცესი როგორ დაიწყო? კი ბატონო, მე აუცილებლად უნდა მოვყვე ეს ამბავი. ეს იყო ძალიან რთულ პერიოდში ჩემთვის, როდესაც მიწევდა რომ მეცხოვრა დღეში სამლარად. ამას ძალიან ბევრ განუყვები, ეს არავისთვის ალბათ ვინც მე მიცნობს უცხო არ იქნება. ეს იყო პერიოდი, როდესაც მე მივიღე ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება, საერთოდ შევიცვალე საცხოვრებელი ქალაქი, მქონდა ძალიან ბევრი საბანკო ვალდებულება და ჩემი შემოსავალი მხოლოდ აგენერირებდა იმას, რომ დღეში სამლარი მქონდა საარსებოდ და ნინოსთან შეხვედრის დროს ის გვეუბნება ასეთ რაღაცას, რომ იყიდეთ ერთი ნივთი, შედით მაღაზიაში, იყიდეთ ერთი ნივთი, რაც თქვენთვის ასოცირდება სიმდიდრესთან და რისი გაღება 3 წუთში შემეძლეს 3 დღის საარსებო ფული იყო, ასე ვთქვათ, ვიყიდე კალამი, რომელიც როცა მე ძალიან ბევრი ფული მქონდა ხოლმე წინა პერიოდში, ყოველთვის ეს კალამი მეჭირა და ასოცირდებოდა იმ მაღალ შემოსავლებთან ჩემთვის, რაც მქონდა ხოლმე და ეს კალამი იყო ნიშანი იმისა, რომ
მე გადავწავდი ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მიმიყვანდა ფინანსურ დამოუკიდებლობამდე და ნინო შენ ამასინად კიდევაც გვაჩვენე ეგ ვიდეო, სადაც შენ ამაზე საუბრობ და მე რომ უბრალოდ ვისმენ, მაგრამ უბრალოდ არ მომისმენია, ყველაფერს აბსოლუტურად ვაკეთებდი. შემდეგ იყო უკვე ურთულესი პერიოდები ჩემს ცხოვრებაში. არ არის მარტივი მინუსებიდან ცხოვრების დაწყება და მივხვდი რომ უბრალოდ და ეს მე არ მივხვდი ნინო მიმინათა რომ უბრალოდ ერთ დღეს ვეღარ ამოვყვინთავდი ამ ყველაფრიდან და ფაქტიურად განწირული ვიყავი და რაღაც უნდა მეღონა საკუთარი თავისთვის, აი სწორედ ამ დროს დავიწყეთ მუშაობა. მე მადლიერი ვარ საკუთარი თავის რომ ვუჯერებდი. ხშირ შემთხვევაში მენტორებს და კოუჩებს თითქოს მაინც გვეწინააღმდეგებიან ხოლმე რაღაცეებში, თითქოს მაინც თავისებურად უნდათ მე ასე, მე ისე, მაგრამ მე სრულიად მივენდი ამ პროცესებს და ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან ძალიან მალე დაიძრა სასწაული ტრანსფორმაციული მომენტები იყო ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, იყო საკუთარი ბიზნესის შექმნა, იყო საერთოდ პროფესიაში ახალ საფეხურზე ასვლა ჩემთვის და თუ გვაქვს ამისი დრო, არ ვიცი და დეტალურად თუ ასაჭირო ამაზე საუბარი, რაც საინტერესო იქნება ყველაფერზე ვისაუბრებ და ეხლა ამ დროს მინდა რომ ვისაუბრო, როგორ ფიქრობ. ხშირად ახსენებენ ხოლმე კომფორტის ზონა, ხო? უფასოა კომფორტის ზონაში დარჩენა. ცხოვრება სიხდი. მეტი რა თქვა, საკუთარი ცხოვრებით იხდი, საკუთარი ბედნიერებით იხდი, საკუთარი წარმატებით იხდი. კომფორტის ზონაში არაფერი საინტერესო არ ხდება, ამის იქით არის ზოგადად ცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება, ეს არის პარტნიორობა, იმიტომ რომ თვითონ კოუჩინგია პარტნიორობა და შეუძლებელია, რომ ერთმა ადამიანმა ცალკე აღებულმა რაიმეს მიაღწიოს ასეთ სიტუაციაში. უბრალოდ მინდა რომ მაყურებელს მოუყვე იმაზე, რომ რა ეტაპებს გადიოდი, იმიტომ რომ ძალიან ეხლა ისინი ხედავენ უკვე წარმატებულ თამთას და ბრენდის მენტორს და ხშირად მოუმართავთ ჩემთვის ხათაშორის კლიენტებს და უთქვათ, რომ მე მინდა ისე როგორც თამთას და მაშინ მე კითხვას ვსვავ, შენ თუ ხარ მზად, რომ იგივე გზა გაიარო, ისე იშრომო, ისე არ დაყარო ფარხმალი, როგორც დაუშვათ თამთამ გააკეთა ეს. და მხოლოდ მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იგივე შედეგზე გავიდეს. თუ შეგიძლია რომ აი ეს მომენტები გაიხსენო, როდესაც საერთოდ ლოგინდა ნადგომა რომ არ გინდო და ის ტირილიც, ის ყველაფერი რომ ეს რომ ინგრედიენტებია ტრანსფორმაციის და ეს ტრანსფორმაციის გზაზე ჩვეულებრივი ამბავია, ეს მინდა რომ მოვყვეთ. რამდენჯერმე ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ იმის გაცნობიერების შემჩნევია, რაც საკუთარ თავში დამინახავს. მოდი ცოტა ესეთ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ რეალურად ასეა, რა ჩვენში თითოეულ ადამიანში ცხოვრობს ქურდიც, მკვლელიც, მეძავიც, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ შენ რას ასაზრდოებ და რას ყვებავ. და არის ისეთი ქვეცნობიერი რაღაცები, რაც ქვეცნობიერად ხდება და ვერაცნობიერებ ადამიანი, რომ მე რომ ეს აღმოვაჩინე, რომ ეს ჩემმა ქვეცნობიერმა გააკეთა ის, რაც მე შემემთხვა, ეს იყო ისეთი მომენტი, რომ უბრალოდ მომაღლა ვრიალებდი, იმიტომ რომ არა, ჩემი არ არის, მაგრამ რეალურად ჩემია, იმიტომ რომ საკუთარ ჩრდილებთან შეხვედრა გიწევს ტრანსფორმაციის დროს, სხვანაირად ვერ იქნება და ამის ძალიან ეშინიათ ადამიანებს ზოგადად. მე აღარ მეშინია პირიქით ვეძებ, იმიტომ რომ თუ არ არის ჩრდილი და სიბნელე ზოგადად ვერ იქნება სინათლე. ეს სინათლეები მაპოვნინა ჩემი საკუთარი ჩრდილების დანახვამ, იყო ურთულესი მომენტები. ერთხელ მახსოვს აიბინის შეცვლასთან დაკავშირებით, როდესაც ძალიან მოულოდნელად შუაღამისას მომივიდა მესიჯი, რომ დილით ვინა უნდა იყოს დაცლილი. მე დავიწყე ხმამაღლა სფიცი. მოდი აქ მოვყვეთ ის, რომ რა უძღოდა წინ ჩემი მხრიდან. ხო, ნინო მითხრა, რომ ანუ მე სტუმრად მოვხვდი მოკლედ თამთასთან და რომ მოვხვდი უთხარი, რომ შენ თუ გინდა პიროვნული და ტრანსფორმაცია, გამდიდრება, ფინანსური წინსვლა და ეს ყველაფერი, შენ ბინა უნდა გამოიცვალო. რეკომენდაციას ვიძლევი და თამთა მეუბნება როგორ რანაირად ხო, თვითონაც წარმოუდგენელი. ხო, წარმოუდგენელი ამბავი იყო ეს. და მეთქი შენი გადასაწყვეტია. ასევე იყო რაღაცა დაფინანსება სახელმწიფოსგან და იმაზეც ვუთხარი, რომ თუ შენ ამას არ შეწყვიტავ, წისვლა გექნება ოღონდ ძალიან ნელა და ზუსტად აი ამის შემდეგ ხდება ის, რომ მესიჯი მისდის თამთას, რომ დაცალებინა. უნდა ვისწავლოთ ერთი რაღაცა, თამთა უნდა უთხრათ აუცილებლად, რომ
ერთია, როდესაც მენტორი ქოუჩი მუშაობს თქვენთან და მეორეა, რომ ნიშნების ამოცნობა ვისწავლოთ. და როდესაც ეს ნიშანი ამოიცნოთ თამთამ და არ შეშლდა, ანუ მიყვება პროცესს დაიწყოს ის და თქვა, რომ всё, გავიგე, ოკეია, ვიცი, უკვე ხარ რა უნდა ვქნა. კი, ზუსტად ასე იყო, ღამის 2 საათზე დავიწყე ხმა, მაღლა სიცილი. ესე იგი დროა, ესე იგი მიშვე ფაქედან, სახსვე საუბრები. მადლობა, რომ ამდენი ხანი შემიფარე და დილის 8 საათზე უკვე დარეკილი მქონდა მაკლებთან და 12 საათზე უკვე ჩემს ახალ ბინაში ვიყავი შესული, რომლის ნახვისთანავე მივხვდი, რომ მე ამაზე ნაკლებს არ ვიმსახურებდი და აქ უნდა შევსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ფასი ორმაგდებოდა, გადასახადები ორმაგდებოდა და ჩემი გასავალი რაც იყო მანამდე ყველაფერი გაორმაგდებოდა, მიუხედავად ამისა მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჯერა თუ რაღაცა ხდება ჩვენთვის უკეთესობისთვის და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ცხოვრებით ვიცხოვრებთ. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა მას შემდეგ. რა თქმა უნდა, ერთი დღე, ერთი წუთი, ერთი წამი არ არის ისეთი, რომ მე გავჩერდე და არ ვიმუშაობ პიროვნულ ზრდაზე. ახლა ვმუშაობ დღიურზე და თავდა მოდი მაგ პროდუქტებს და იმაზე შემდეგ ვისაუბრებთ, იმაზეც ვისაუბრებთ, რომ ჩვენ დღეს Golden Tulip-ში სადღაც წელიწად ნახევრის შემდეგ, როდესაც ჩვენ ვერც კი იდიოსიმებთ და ვერც კი ვფიქრობდით, რომ აი ამ სივრცეში ჩვენ თვითონ ჩავატარებდით უკვე ვორქშოპებს და საახალწლო ვორქშოპი გვაქვს თავისი სადღესასწაულო საახალწლო ვახშამით და აი ეს ახლა ნახეთ ჩვენ ხედავთ უკვე ესე ვთქვათ ნაყოფთან მივედით და იმ მთის წვერთან. ოღონდ აი ეს აისბერგები და ის ქვედა ნაწილი მაინც მინდა რომ კარგად მიუნათოთ ადამიანებს რომ იცოდნენ რომ რისი გავლა მოუწევთ თუ ისინი გადაწყვიტავენ რომ თან რომ ეს ხანგრძლივი პროცესია თან ალბათ ეს აუცილებლად უნდა უთხრათ, იმიტომ რომ ხანდახან ისე მოდიან ყიდულობენ სესიას და ამბობენ რომ 4 სესია მეყოფა, 6 სესია მეყოფა და მე ვეკითხები გააჩნია რა გინდათ. და ის რომ ჩვენ ფაქტურად წელიწად ნახევარი, წელიწადი ინტენსიური მუშაობა იყო და სწორედ იმ პროცესებში ჩართვა და იმ მომენტებში, როცა იყო საჭირო ჩემი ჩართვა და უკვე ფაქტურად შემდეგ უკვე ესეთი ინტენსიურობა შემოვიდა, იმიტომ რომ ძირითადი პროგრამები და ძირითადი საგვარეულო პროგრამები იყო უკვე დაძრული, ესე ვთქვათ, ამ ერთ წელიწადში. და მინდა რომ აუცილებლად ამ ბინიას შეცვლას რა მოყვა, ისიც მოყვე. რა გააჩინა მან, რა შეიძლება გააჩინა? ჯერ პირველ რიგში გააჩინა თავდაჭერებულობა. იმიტომ რომ მე შემიძლია მე მეორე რაც გააჩინა ახალი შემოსავლები, იმიტომ რომ ნახეთ, როცა აქცევ საკუთარ თავს ასეთ მდგომარეობაში, რომ გეზრდება გასავალი, რა თქმა უნდა გაზარდოს შემოსავალი. ამაზე აუცილებლად ვახსენებ და რამოდენიმე თვე პანიკური შიში შემი და ზარი ნინო რა ვქნა, გადასახადი ახლოვდება და მე რო უკვე გაზრდილი მაქვს ეს ყველაფერი, რომ რად მოვედი სხვა გადასახადი ამ ბინაში, სხვა გასავალი მაქვს უკვე და რამოდენიმე თვე და ყოველთვის ვეუბნებოდი ერთი და იგივეს, თავდა თუ გახსოვს, რომ ოდესმე დარჩენილი ხარ ღმერთის სამყაროს ფარველობის გარეშე. ოდესმე ყოფილა, რომ შენ არ ქონია ის და აი ასე ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ტირილებით, რა თქმა უნდა, დამშვიდობებით, მაგრამ ვახერხებდით იმას, რომ აი მომენტს ვაგორებდი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ალბათ პერსონალური კოუჩის ყოლა, რომ იმ მომენტში, როდესაც შენ უზიარებ, ხვდები, რომ რაღაცნაირად უფრო დაცული ხარ, იმიტომ რომ იმ ადამიანმა იცის ეს ტრანსფორმაციის გზა და უფრო კარგად მიგინათებს. შეიძლება სამილარით არ მეცხოვრა და რაღაცები გამეზარდა, იმიტომ რომ ზოგადად მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს არ ჩერდება, მაგრამ ეს იქნებოდა რის ფონზე, იქნებოდა იმის, რომ საკუთარ თავში ხალხზე ისე უარს ვიტყოდი, ეს იქნებოდა, რომ ისევ დავრჩებოდი მამაკაცურ არასწორ ენერგიებში, ეს იქნებოდა იმის ხარჯზე, რომ მექნებოდა მუდმივი ბრძოლები, რომელიც ნინოს დახმარებით დავტოვე იქ, სადაც უნდა დამეტოვა, რამაც მომცა ამოსუნთქვის საშუალება. ნინო ჩემს ცხოვრებაში არ არის მხოლოდ კოუჩი, არის ძალიან დიდი მეგობარი და ხანდახან ვიტყვი, რომ ის მშობელის როლი აქვს ხოლმე შეთავსებული, რაც მშობელს უნდა კონდეს შვილის მიმართ, იმიტომ რომ იმაზე მეტია ჩემთვის, ვიდრე უბრალოდ კოუჩი. მოდი, ამას აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი. ვიზუალიზაციის
ოჰო. პირველი ვიზუალიზაციის დაფა მოგვიყევით და რა მოიტანა მაგ ვიზუალიზაციის დაფამ? მოკლედ, ვიზუალიზაციის დაფაზე თუ კი რამე დავაკარი, ეხლა ძალიან მეგობრებო, მოდი გაგაცნობ ჯერ ვინც არ იცით რა არის ვიზუალიზაციის დაფა, ხო? და როგორ კეთება. მე მაქვს ზოგადად მაგ თემაზე ტრენინგი, როგორ შევემზადოთ ახალი წლის, ახალი პერიოდის დასაწყებად, ისე რომ სრულები უფრო ადვილად ავიხსნათ და ამაში გვეხმარება ვიზუალიზაციის დაფა. მანამდე არის რაღაცა ეტაპები, ამას ახლა დაწვრილებით არ მოვყვები, სამზადიში როგორ კეთება სწორად და იწყება ფოტოების არჩევა იმის შესაბამისად, თუ რა სურვილებიც გვინდა. მოკლედ, ვაკეთებთ ამ პროცესს, გავდივართ მე და თამთა და თამთა აკეთებს თავის პირველ ვიზუალიზაციის დაფას. ძალიან გაბედულს და ძალიან მისმენს. ეხლა თუ ვინმეს გონია რომ მინდა რომ რაღაცებს ატარებს და მე რომ იქ ასე ვთქვათ მენტორი ვარ და მეც რაღაცებს ვატარებ იმასთან არ ვაკეთებ ძალიან ცდება იმიტომ რომ ყველა რესურსს ვიყენებ ვინომ ჩაატარა მოწვეული იყოს სხვათა საერთო კურსი რომ გავაკეთეთ მაშინ ხო საერთო კურსის გოგოებისთვის გააკეთა ვიზუალიზაციის დაფის განმარტება მაგრამ რომიტყვენა დეტალურად მივიღები ამ ყველაფერს 80% მაქვს დაპლუსებული არ დამიპლუსებია ის რაც შემოჩეჩებული მიზანი იყო და მთლად ჩემი არ იყო და მართლა გულწრფელად არ მინდოდა თორემ რაც გულწრფელად მინდოდა აბსოლუტურად ყველაფერი დაპლუსებული მაქვს და ნუ წლევანდელი წლის ვიზუალიზაციის დაფა გაკეთებული მაქვს სრული გააზრებით რა მინდა წელს ასე რომ ადამიანებს არ შეერათ ხოლმე ეს მუშაობს და იცით რა მუშაობს რისიც გჯერა ის მუშაობს ზოგადად საერთოდ რისიც გწამს რისიც გჯერა რასაც აკეთებ მარტო რომ ვიზუალიზაციის დაფა დამეკიდა და ხელი არ გამენწრია რაღაც ეჭვებარება რომ ეს ყველაფერი მოსულიყო მაგრამ აქ იყო ყოველდღიური მედიტაციები აქ იყო წერითი პრაქტიკები აქ იყო საკუთარ თავში ჩაღრმავებები აქ იყო ძალიან ბევრი ფიქრი ძალიან ბევრი ინსაიტი გაცნობიერება და ხანდახან ინო მეუბნებოდა ხოლმე რომ თამთა არ შეიძლება ყველაფერი გააცნობიერო ცოტა ხანი მოდუნდი გაუშვით ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ თამთა ისიც რომ დღესდღეობით ფაქტურად ერთობლივად ანუ კოუჩინგი და პიროვნული ზრდა და ბრენდინგი გაერთიანდა და უკვე ერთობლივ პროდუქტებს ქმნით და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ანუ ის მომენტი რომ ჩემამდე ქონდა ყველანაირი განათლება აბსოლუტურად რაც შეიძლება ბრენდინგში მარკეტინგში საუკეთესო ტოპებთან გავლილი განათლება და ამისი უკვე მოქმედებაში გადატანა მონეტიზაცია ყველა იმ უნარის გამოყენება შენ და სასარგებლოდ მოხდა იმის შემდეგ რაც მოხდა ჩემთან პიროვნულ ზრდაზე მუშაობა. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ერთობლივი პროექტები გვექნება ხოლმე ზუსტად მაგიტომ რომ ადამიანები ბალანსში და ჰარმონიაში გაიზარდონ და არა დაუშვათ მხოლოდ მარკეტინგი ბრენდინგი ან რაღაც იცოდნენ და არ იყვნენ მზად ამისთვის. იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე სწორედ მაგ საკითხზე მომართვიანობა რომ დაუშვათ პიროვნულ ზრდაზე ვიმუშაო, არა მეგობრებო, ყველაფერზე უნდა იმუშაოთ. ოღონდ რაღაც ერთობლივად და სწორედ მაგიტომ უკვე დავიწყეთ ჩვენ ასეთი ერთობლივი პროგრამების გაკეთება და ძალიან მიხარია იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც უკვე მზად არიან ხოლმე ჩემთან მუშაობის შემდეგ პიროვნულ ზრდაზე, იმათ თამთა უკვე ინსტრუმენტებს აძლევს, როგორ დაიწყონ მოქმედება ამ ყველაფრის და რა ვიცი, დღეს კიდევ ვფიქრობ რომ პიროვნული ზრდა და ბრენდინგი რაღაცნაირად must have-ს რომ ეძახიან ის გახდა. ეს უნდა იყოს უკვე დღევანდელ მოცემულობაში, იმიტომ რომ სხვანაირად ამ არამდგრად ქვეყანაში და სოფლიოში, ქვეყანა არაფშულში არ არის და ეკრანის თაობასთან, ეკრანთან ურთიერთობასთან დაკავშირებით შეუძლებელია დღეს რომ არ ერკვეოდე ან ბრენდინგში, ან პიროვნულ ზრდაში და არ გინდოდეს რომ შენც ესე ვთქვათ გამოჩნდე როგორც პროფესიონალი, როგორც პიროვნება და შეძლო ის ყველაფერი, რაც ყოველ შემთხვევაში თამთამ შეძლო. ნინო, აუცილებლად უნდა თქვა, წარმატებას უნდა დაეწიოთ ხალხო. ანუ რაღაცა ფული რომ გინდა, სულ ამას ვამბობ, გინდა თვეში 100,000 იქონდეს, თუ შინაგანად არ გაიზარდე ამ 100,000-მდე შანსი არ არის, თუ რაღაც უნდა მოვიტანო. სულ რომ ყველაფერი გაწყდეს შუაზე, მაინც არ გამოვა ეს 100,000, იმიტომ რომ შენ უნდა იყო მზად ამის მისაღებად და მე იმ თანხებისთვის ვიზრდები, რასაც ვიღებ, იმ ცხოვრებისთვის ვიზრდები, რასაც ვიღებ პიროვნული ზრდით. რაც შეეხება ბრენდინგს და კოუჩინგს, რატომ ერთად? ფოტოშორის ეს უნდა ვახსენო. ბრენდინგის დროსაც ჩვენ რაღაც დონეზე ვეხებით აუცილებლად პიროვნებას, პიროვნულ ზრდას, მის ღირებულებებს, მის ფასეულობებს და აქ არის ერთი ასეთი მომენტი, ხედვის დაწერის დროს, როდესაც ადამიანებმა უნდა დაინახონ საკუთარი თავი იმ მწვერვალზე, რა მწვერვალისკენაც მიდიან და სამწუხაროდ უმეტესობა ადამიანებს
ამისი ვიზუალიზაცია არ შეუძლია. ვერ ხედავენ საკუთარ თავს, როდესაც რაღაცას აქვს მეტწეული. რატომ? იმიტომ რომ შინაგანად აქვს ისეთი ბლოკები, რაც არა ბრენდის მენტორის, რაც რეალურად კოუჩის დასამუშავებელია და კოუჩთან ერთად უნდა იმუშაონ ამ საკითხზე და მე მივხვდი, რომ აქ აუცილებელია პიროვნული ზრდის კოუჩის ჩართულობა ჩემთან ერთად, რომ უფრო მაგარი შედეგი დაიდოს ადამიანი განვითარდეს როგორც ბრენდი და კაშკაშა ვარსკვლავი და რაც უნდა რისთვისაც მუშაობს ჩემთან ბრენდინგზე და დაეწიოს პიროვნულად ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ, წარუმატებლობა და წარმატება ორივე თანაბრად აშინებს ადამიანებს და წარუმატებლობას უფრო მეტად მიჩვეულები არიან და კიდევ ნაკლებად ეშინიათ და წარმატების უფრო ძალიან ეშინიათ. ამიტომ ხანდახან ეს არის ხოლმე წარმატება შეიძლება და წარმატებაში იყოს ძალიან დიდი სტოპ ფაქტორი და აქ მჭირდება ხოლმე ძალიან ნახეთ მეგობრებო, ეს არის აი ამ ბოლო ერთ წელიწადში შექმნილი, წელიწადნახევარში შექმნილი ტრანსფორმაციული დღიურები, კოუჩინგური ინსტრუმენტები და აქ არის ეს გაფორმება, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, ეს არის თამთას გაკეთებული. ანუ გულისხმობ იმას, რომ როდესაც მე ვუთხარი, რომ ელექტრონული წიგნი შეიძლება გამიფორმო, მითხარ, რომ არ გამიკეთებია არასდროს, მაგრამ გავაკეთებ. ანუ რამდენად მე აქ ვლაპარაკობ იცით რაზე? ტიპიურ კოუჩინგურ პიროვნულ ზრდაზე არ ვსაუბრობ. ანუ ისე გამოდის, რომ მე ის რაღაცები, რაც გამიკეთა თამთა იმ დროს ის სკილი არ ქონდა და განივითარა. აქ ვლაპარაკობთ ყველანაირ განვითარებაზე, არა მხოლოდ პიროვნულზე და საინტერესოა რა მიიღო თამთამ ჩემგან დაბადების დღეზე საჩუქრად თავისი პიროვნული ზრდის მენტორისგან. ნახეთ რა მიიღო საჩუქრად. რომელიც ახლა ჩამოუტანე მე დღეს, უნდა გადავცე. ეს არის ანუ როგორ შეიძლება მენტორმა და პიროვნული ზრდის კოუჩმა და ამ შემთხვევაში ნინო მაგედარმა მისცეს თავის აი ეს არის ჩასვანო კარგად. ხო. ანუ თამთას უნდა რომ დაწეროს წერს უბრალოდ პროცესში გზა ქსელურ მარკეტინგში. და მე ამოუბეჭდე წინასწარ მივეცი ეს ვთქვათ ინსპირაცია თავისი წიგნი სავარაუდო ჩემი აზრით ყდა და დაბადების დღეზე აი ესეთი ის გაუმზადე და გადაუღო სურათი და მეთქი პირველი მემყიდულო პირველ ეგზემპლარს. ანუ სხვა მეთოდები, რომელსაც კოუჩი ან მენტორი გამოიყენებს ადამიანის წინსვლისთვის, თავისი კლიენტის წინსვლისთვის, ეს აი მის კრეატიულობაზეა მოკლედ დამოკიდებული და ასე რომ ძალიან მიხარია რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით. თამთა, ეს შენ რა თქმა უნდა და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს ყველა ადამიანს, ისევე როგორც მოუტანს პიროვნული ზრდისა და განვითარების ეს ჩვენი დღიურები და მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან რომ იყავით. თქვენ არ გავიწყდებათ რა თქმა უნდა ჩვენი საინტერესო YouTube არხის გამოწერა და ჩვენი არხის გზა თავისუფლებისკენ, 15 წუთი გზა თავისუფლებისკენ.